ლაილაი წარმოგიდგენთ გადაცემას პროფათეული. გადაცემა პროფათეული სპონსორია ფირმა ნიკორა, ახალი სახით. ახალი სახით. საღამოშუდების ამბოდოს ხშირად მეკითხებიან, რაღაც ამბოლო დროს ტელევიზორში ვეღარ გხედავთ და რატომ? არ და საინტერესოა, რომ ჩვენ ტელევიზორში ისევე როგორც უთოში ტრადიციულად და სისტემატურად გავდივართ. ასე რომ ჩვენ არ გადავმდგარვართ და მოდის მივხედავთ, არც გადავდგებით. ხოლო მათთვის, ვინც პოლიტათეულის ყურებას, პროფათეულის ყურებას არჩევს, ტრადიციულად ლაილაი და ჩვენი გენერალური სპონსორი ფირმა ნიკორა წარმოგიდგენთ. ყოველდღიურად ქართულ ლექსიკონში ახალ-ახალი სიტყვები ისე მკვიდრდება, რომ ზოგმა მნიშვნელობაც კი არ იცის, ისე იყენებს ხოლმე. მე მაგალითად ზოგიერთი მათგანი უკვე ისე გამივიდა საუბარში, რომ ქართულ ხალხური მგონია. მაგალითად, ჩვენ სფეროს რაც შეეხება შოუ ბიზნესი, პრომოუშენი, პრომოუტერი, პიარი და მოკლედ თავარია იყოს წინდებული პრო და ბოლოს არტი ეიშენი და სეიშენი და მოკლედ ყველაფერი რიგზე საქმე გაკეთებულია. ხოლო ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენს გადაცემაში ირჩევენ, მაყურებლის გულის მოგებას და ასევე თავის მსმენელსაც ყველანაირი ზედმეტი ექშენის გარეშე ახერხებთ. ასე რომ ქუჩის მუსიკოსები დღეს პროფათეულში ირჩევენ. თქვენ მაყურებელი ხართ მუდმივი თუ ეხა შემთხვევით? ვარ მუდმივი მაყურებელი ვარ ყოველდღე აქ ვარ მე. და ჯგუფები იცვლებიან თუ ერთ და იგივე ხალხი? არა, სხვადასხვა მიწისქვეშა გადასასვლელში სხვადასხვა ხალხი დგას მუდმივად. ფაქტობრივად ყოველდღე ახალი კონცერტი გაგდგა, ყოველდღე მოდიხართ ახალ ცოცხალი შესრულება. თან უფასოდ აქ გავიწყდებათ რაღაც დარდები? კი, მართლა. რაღაც სხვა პლანეტაზე მგონია ჩემი თავით, აი ჩაკეტილი სივრცე რო არის, მისვენებ აქ სულიერად. აი მაგალითად, აი რასაც ახლა უგრავო, ძალიან მიყვარს ეს. აი მე შეერთად მოусმინოთ. მე სიამოვნებით მოусმენ, მიუხედავად იმისა, რომ მინდა რომ ანკეტებით მივიდე, ისე არ მეჩქარება, რომ ესეთ კარგ სიმღერას არ მოусმინავ და ცოტა ხანი მეც დავდგებ. What you said, broke the rules of natural love. Good day to us. You've gone, your love is still gravitating me. Still gravitating me. თბილისის მიწისქვეშებში, როგორც მე ამაში გადაცემის გადაღებისას კიდევ ერთხელ დავწმუნდი, იმდენად კარგ მუსიკას უკრავენ, რომ მე მგონი დროა ყველა მიქნივაშუროთ. ყოველ შემთხვევაში, თუ მე მკითხავენ, მაგალითად, ზევით თუ ქვევით, მე აუცილებლად ვიტყვი, რომ ქვევით. ასე რომ გზაჯვარედინზე, როცა დადგებით, ჩემს რჩევას მისდიეთ და წადით ქვევით. გზაჯვარედინზე კი ახლა ჩვენ შევჩერდებით პროფათეულში. ჯგუფი გზაჯვარედინი. Stay with me and do
მეც რომ მოგეხმარო დაბა. სადო შეიძლება? მეგონი გამომივიდა. მეგონი ცოტა გამომივიდა. მაღლა არის სხვა ორი, მაღლა რაღაც არა გაურბიხართ მაღლას. მაღლას გავობივოთ სერიოზულად. აი რამე სახელი თუ აქვს თქვენ ჯგუფს? აი თქვენ მე რო წავიდე ხა და აგუნა ბატატა. ეხლა რაღაცა მუსიკა მომესმა და ეს მე მგონი ისეთი ცნობილი მელოდია, რომ მე გამოვიცნობ ამ სიმღერას 6 ნოტიდან. არა, მოდით, პირდაპირ 3 ნოტიდან გამოვიცნობ. ეს არის სიმღერა ჯგუფ Young Georgian Lolitas შესრულებით. Young Georgian Lolitas შესრულებით სახელი არ მახსოვს, მაგრამ ალბათ გადაცემა იმღერე რამეს წამყვანს ახსოვს, ბახალას ახსოვს, იმიტომ რომ ის Young Georgian Lolitas ერთ-ერთი ლოლიტაცა, ანუ სული და გულია. ბახალა და Young Georgian Lolitas პროფატელში. ჩვენ დღევანდელი ამორჩევლების უპირველესი პრინციპი ცოცხალი შესრულება. მათ ნამდვილი მუსიკის კეთება სხვანაირად ვერც კი წარმოუდგენია. შესაბამისად მათი რჩეულიც ფონოგრამას არ ცნობს. ნინო ქათამაძე პროფესორში.
ხალხს უყვარვათ ხალხის ყავას ბალევინები ხოლმე რაც შუა დღისით და კაი ხალხია თავს კაია რა და აი ყოფილა რომ აი ძალიან ბევრი ხალხი შეკრებილა აქ თქვა თქვენ სასმენად თუ ეჩქარება ყველას ხო რა ვიცი ზოგს ეჩქარება პრინციპში ერთი 10-მდე შეიძლება გააჩნია რა განწყობას როგორ განწყობა შეექო როგორ აურას დავატრიალებ რა კომპოზიცია შეგვიძლია აქ რა ვიცი მე ყოველ შემთხვევაში ახლა მივხვდი რომ მე მგონი ცოტ ხასიათზე რო ვიქნები ჯობია რომ ჩამოვიდე აქ მიწის ქვეშეში ყოველ შემთხვევაში სხვებს კარგ ხასიათზე აყენეთ რაც არ უნდა ცოტ არა იცით დაკურებული თუ ხარ ყველა რაღაც ერთი ხასიათი დადის ყველა ერთი ტანსაცმლის გრუზავ შავი ფერი ადამიანს ძალიან მაგარ რა მეც საშინათ არ მეყვარ შავი მაგრამ მიხარიში რა ფერად ეგა ძალიან მაგარი რაღაცა სიყვარულს ლობით აშენე მერე მის ხელს ბეჭედით ამშვენებ მაგრამ ბრძოლაში გიწევს სასულა და მისი მარტო დარჩენა გაშინებს თუ შენ გინდოდა სიტყვოდან უგეში ეძებდი შენი მეგობრის სუბეში მაგრამ სუფთა გრძნობის მაგივრად ხრმად ჩაიძირე მღვრიე გუბეში ეს არის სახლი სახლის საძირკვლის გარეშე გზაბნეული უცებ მოეშვი შესწურე შენთვის უცხო მორევში გინით შეღობილ რინგზე დგახარდა დარტყმებს იღებ აკრძალულ არეში 10,000 კაცის წინაშე სიკვდილს უღურებს სისხლიან თვალებში ამ ხალხმა ხელში თოფი რომ აიღო ჩვენ ჯოჯოხეთში მაშინ ჩავეშვი ეს არის ბრძოლა ბრძოლა წესების გარეშე ეს არის ბრძოლა ბრძოლა წესების გარეშე მაგალულარეში ეს არის ბრძოლა წესების გარეშე ტერორს გიწყობენ საკუთარ საზღვრებში მიწას გართმევენ ნების გარეშე დაგმაზუჩი მაგალულარეში ეს არის ბრძოლა წესების გარეშე ტერორს გიწყობენ საკუთარ საზღვრებში მიწას გართმევენ აქეთ როგორ შევკრება მაგ აი როდესაც ჩამოდივარ თქვენ გისმენთ თითქოს გაურბიხარ თქვა იმ რეალობას რაც ზემოთ არის და ის ხალხიც რომელიც თქვენ გისმენთ თითქოს ნუ მანდ ცოტა ხანი მაინც ივიწყებენ არა იმას მოპარული დრო ქვია ფაქტობრივად სამუშაო საათები ვიდგათ თქვენ რა თქვათ ვიყავით თქვენს კოლეგებთან ასევე სხვაგან და მითხეს რომ ჩვენ 11-დან 6-მდე ვართ ხოლმე და ყოფილა რომ აი ღამემდე იმდენად კარგად წავიდა თქვათ იმ დღეს კონცერტი რომ ღამემდე შემორჩენილ ხარ კი როგორ არა უბრალოდ რაღაც 1-4 საათში ვიღლები ხოლმე რა უბრალოდ ეხა დილას რო ვიღვიძებ უფრო ენერგია ხო გაწუხებს და მოდი ხარ ხარჯავ და 1-4 საათში გადის ახლა იმიტომ რომ არ ატყუებ არავის რა მუდმივი მსმენელი თუ ყავთ აი რომელიც სულ დგას თქვათ აი ამ ადგილას როგორ არა ხანდახან რომ მოდივარ პირიქით მასწრებენ მოსვლას და აქ დგარა ველოდებია აი რამდენი ხართ ხოლმე დაახლოებით და თუ აქვს თქვენ ჯგუფს ახლა თავისთავად მე მაყურებლისთვის მინდა ალბათ აჩიკო ძალიან ბევრი იცნობს ჯგუფი 33 ადამიანი მაგრამ მიუხედავად ამისა აჩიკო აქაც უკრავს აბსოლუტურად უფასო თავისუფალ კონცერტებს მართავს ნებისმიერი ადამიანისაც ან ნებისმიერ ადამიანს აქვს თუ არა საშუალება ვთქვათ რომ წავიდეს რაღაც უფრო ძვირადღებულ კონცერტზე აჩიკო და მისი მეგობრები მართავენ არაჩვეულებრივ კონცერტებს და სხვათა შორის ცოცხალი შესრულებით ამას მინდა რომ ხაზი გავუსვამთ და დღესდღეობით ძალიან იშვიათია უკვე ესეთი ამბავი და აჩიკო რა მეტესებს იცი გარდა იმისა რომ ვთქვათ შენ ვთქვათ 33-ში ხარ ხო მაგრამ აქ არიან შენთან ერთად ადამიანები რომლებიც ვთქვათ არც ერთ ჯგუფში არ უკრავენ ხო არ გქონიათ სურვილი ვთქვათ აი თქვენი ჯგუფი შეგქმნათ რომელსაც ვთქვათ აი მიწის ქვეშ რაღაცა ესე დაარქმევთ რაღაცა რა ვიცი აი კი მიფიქრია მაგრამ მე მგონი შექმნილია ამისთვის ალბათ რა ჯერდა არც გაქვთ ვთქვათ სურვილი რომ ვთქვათ რაღაცა ჩაწეროთ ერთად ისეთი რომ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს წერილი ერთად შეიძლება არ გვაქვს მაგრამ იმდენი გვაქვს დაკრული ერთად რომ დროზე ჩქარა მიკროდა დრო არაფერზე ფიქრობდა ფიქრი რა თუნდა დრო
დროს როცა უნდა თოს სიყვარული თუ გაქრება ზე იგივეც და ჩაქრება ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება და ჩერდება დრო დროზე ჩქარა მიქრის დრო აღარ გვაქვს ჩვენ ფიქრი ერთად თუ არ ვარ დღე ხვალშიც გაქრები და მე სიყვარული თუ გაქრება ზე იგივეც და ჩაქრება ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება და ჩერდება დრო სიყვარული თუ გაქრება ზე იგივეც და ჩაქრება ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება და ჩერდება დრო დროზე ჩქარა მიქრის დროზე ჩქარა მიქრის დრო აღარ გვაქვს ჩვენ ფიქრი ერთად თუ არ ვარ დღე ხვალშიც გაქრები და მე მარტო კაცი დაკვრაშიც ცოტა ხშირად თხოვენ ხოლმე ამ სიმღერას ძელი ამბები გრძელდება ესე სხვადასხვა მომღერლების კონცერტებზე სპორტის სასახლეში თუ სხვა უფრო დიდ დარბაზებში საკმაოდ დიდი აუდიტორია იკრიბება, მაგრამ გონი იმდენი მსმენელით და მაყურებლით. რამდენიც ჩვენს ქუჩებში თუ მიწისქვეშა გადასასვლელებში მომღერალ ჯგუფებს ყავთ ვერც ერთი მეგავარსკვლავი ვერ დაიძრაბახებს. ხშირად მათ საზოგადოებისათვის ცნობილი ჯგუფებიც უერთდებიან. ერთ-ერთი ასეთი კი პროფათეულის რჩეულია. ზუმბა პროფათეულში. ზუმბა! ვაშლის გაფრთხილო, მიწად დასახელო. Quami si faccia di spassata sarà passos
თავისი ცნობილი კოლეგებისაგან განსხვავებით, ქუჩის მომღერლები აბსოლუტურად უფასოდ მღერიან და სამწუხაროდ ამიტომაცაა ალბათ, რომ ამ ობიექტურად მართლაც ძალიან კარგ ჯგუფებს არც კლიპი აქვთ, არც კონცერტებით არიან განებივრებული და ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისათვისაც ნაკლებად ცნობილები არის. მაგრამ მე მჯერა, რომ რაც არ არის დღეს, აუცილებლად იქნება ხვალ. ან უпростоოდ, რაც არ გამოგდის დღეს, გამოგივა ხვალ. მჯერა მეც და ბაკურ ბურდულსაც, რომელიც დღეს პროფათეულის რჩეულია. ბაკურ ბურდული პროფათეულში. როცა უბრალოდ გავს მევხანს შენში გავლებ უზღვარს როცა გინდა რომ იგრძნო შენ ცის რაც ნამდვილ სიყვარულს გავს როცა ამგრევდი ფულს შეგრძნო საზღვრები აღარ გავს და ეს ახალი იმედის დღეც ამ უაზროდ მოწყენილ გუშინდელ დღეს აღარ გავს აღარ წახვიდე იქსა და ჩენ არ მოგწებენ კარგს თუ მოინდომებ გაჩერდენი სადაც ცუდად გრძნობ თავს შეხვდი ამ სუმზის პირველ სხივს შენ შეგიყვარებს ის როცა გაივლი ხინვას და თოვლს შენ იპოვნი იმას რაც გეგონა ძალიან აკინები, აშუღები, ბარდები, ტრუბადურები, ბოლოს და ბოლოს ყარაჩოღელები. მოკეთ ქუჩის მუსიკას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ტრადიცია კი გრძელდება. დღევანდელ ქუჩის მომღერლებს მე მაგალითად უფრო სახალხო მომღერლებს დავარქმევდი. მათი არჩევანი ხალხის უმრავლესობის არჩევანთან ალბათ ყველაზე უფრო ახლოა. შესაბამისად, ყველაზე სასიამოვნოა, რომ დღეს პროფათეულის ლიდერი ირაკლი ჩარკვიანია.
დღეისათვის სამწუხაროდ სულაც იყო და ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, გადავკოცოთ ერთმანეთს და ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები. უпростоრად უფრო აქტუალურია ვარდები. მაგრამ მხოლოდ ერთი კვირით გემშვიდობებით, მომავალ კვირას კი კვლავ პროფათეულს წარმოგიდგენთ. ლაილაი და ჩვენი გენერალური სპონსორი კომპანია ნიკორა ჩვენს ახალ აღმოჩენებთან, დიზაინერებთან ერთად. ასე რომ, ნახვამდის. გადაცემა პროფათეულის სპონსორია ფირმა ნიკორა, ახალი სახით. ახალი სახით. ლაილაი წარმოგიდგენთ გადაცემას პროფათეული.